ისნის რაიონში ეს ძველი ქუჩა უკვე სრულიად ახალია და დღეს ასე გამოიყურება. დაზიანებულის ნაცვლად აწყურის ქუჩას ახლა ასფალტის ახალი საფარი აკრავს. მოძველებული ინფრასტრუქტურა კი სრულად განახლებულია. შეცვლილია მიწის ზედა და მიწის ქვეშა საკომუნიკაციო ქსელი და დამონტაჟებულია გარე განათებები. ტროტუარებს კი გზის სავალი ნაწილისგან გამწვანებული სივრცეები ყოფს. ყველაფერი რაც კეთდება ამ ქალაქში კეთდება ჩვენი შვილებისთვის. პირველი რაც გავაკეთეთ ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, დაზიანებული გზის საფარი, ავტომობილით გადაადგილებაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მშვიდობას მოაქვს ქალაქების და სოფლების აღმშენებლობა და განვითარება. ეკონომიკური წინსვლა. რეაბილიტაციამდე ამ ქუჩაზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო, იმდენად ამორტიზირებულ და ცუდ მდგომარეობაში იყო აქ არსებული კომუნიკაციები. გარდა ამისა, საჰაერო სადენები მთლიანად მიწის ქვეშ ჩატანა მოხდა, ამას როგორც უსაფრთხოების, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით დიდი დატვირთვა აქვს. ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩის კვეთამდე განახლებული აწყურის ქუჩა დღეს დედაქალაქის მერმა გახსნა. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად მოწყობილ უბანს ახალი გზა, ახალი სანიაღვრე და სარწყავი სისტემა და ბევრი გამწვანებული სივრცე აქვს. ახალი განათების სისტემა მოეწყო, მიწისქვეშა ნაგავშემკრები ურნები დამონტაჟდა და დაიხაზა ტროტუარები მოწესრიგდა. მოწესრიგებული ტროტუარები ქვეითებისთვის ახლა ბევრად უსაფრთხოა. ტერიტორიას ახალი საპარკინგე ადგილებიც შეემატა. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისი, როგორ შეიძლება მულტიმოდალური დიზაინით შეიცვალოს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი. დაახლოებით 40 საათი საპარკინგე სივრცე იყო, ეხლა გვექნება 100-მდე. აწყურის ქუჩის განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.